ზავის კი ბატონო. მოკლედ კახეთში ჩვენთან ჩვენი მეგობარი არის ოპერატორი. ხო, ეხა ტელევიზიაში მუშაობს თვითონ და ადრე ქორწილებს იღებდა ამით იყო დაკავებული ბავშვობიდან ოპერატორი, ბავშვობიდან სხვა ღეროდა კიდეც ეკავდა კიდეც, მაგრამ ოპერატორი უფრო ერთ-ერთი ქორწილი გადაიღო, ძველი დრო არის რა. ერთ-ერთი ქორწილი გადაიღო და ეს ქორწილი წაეშალა რა. ეს ახლა რაზეც იღებდა ფლეშკად წაეშალა. რამდენი კაცი არის ქორწილი? ხო და ახლა დაპირებულ დროს ხო უნდა ჩააბარო ქორწილი. ურეკავენ, მივიდნენ და ქორწილი მოსთხოვეს და ამან გაატანა სხვისი ქორწილი. აბა რა ექნა? არ აქვს ქორწილი. გაატანა სხვისი ქორწილი და აიღეს კაცო, ოჯახი შეიკრიბა, დასხდე რაღაცა სხვისი ქორწილია რა. უყურებენ ამ ქორწილს. ურეკავს ახლა ეს რომ ეს ვისი ქორწილი გამოგვატანე ძმაო. მოიცადე აბა ძმაო, აბა დაწყნარდიო. თქვენი ქორწილი ხო იყო 150 კაციანიო? იო იყო. ერე ძმაო მე 300 კაციანი გაგატანეთო. თქვენიო პალატკაში იყო, ეგო დარბაზშიო და პატარძალიც ეგაჯობიაო და დამანებე თავი რა გინდა.